სამართლა მოიჭრა მე მგონი ამ დედაკაცმა თავი დღესა და სასტიკად მოეხსნეს საბას ხიტარიძეს და ამაზე გვექნება საუბარი და მადლობელი ვარ გულწრფელად გეუბნებით რომ საშუალება მე ძალიან მინდოდა მისი ოჯახის წევრების ის რა ქვია ჩართვა მაგრამ იქ ძალიან ისეთი არის ყოველ შემთხვევაში სასამართლოს დეტალებზე ობიექტური სურათი მინდა რომ მოვისმინო და მადლობელი ვარ დამერწმუნეთ ძალიან საინტერესო იქნება სწორედ აი იმ პარტიის წარმომადგენლის საუბარი და ესე ვთქვათ გაგაცნოთ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა სინამდვილეში ის პროცესი როგორ პროცესზე ცალკე და რეალურად იქ რაც ხდებოდა და თუ არის ეთერში ალბათონი სიამოვნებით მოусმენდი მოგესალმები და მოგვიყევით თუ მე ვიცი რომ თქვენ ეგ სასამართლოზე ბრძანდებოდი და აი რაც კი გავიგებე და რაც მოვისმინე აშკარად უდანაშაულოა საბაბატონი და აი მე არ ვიცი იცით აი რაღაცა მოჯადოებული წრეა ყველა სასამართლოში აი სხვადასხვა წონისა სხვადასხვა ინტელექტისა და სხვადასხვა შერჩევის მაპატიოს ღმერთმა არა ვარ ეს მომხრე ამ იმისი მაგრამ ხალები გამოყავთ მოსამართლეებად ეთყობა კაცები არ უნდათ რომ აგინონ და რაღაცა და ამიტომ დედაკაცები აირჩიეს და უსამართლო და უსინდისო ქალი იყო ეს ქალი რეპი გააკეთა აშკარად ეს ბიჭი გულწრფელად ყვებოდა ყველაფერს მოდით აი დეტალებზე ეგება ერთად ვისაუბროთ დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ბრძანდებით მოგესალმებით პირველ რიგში რეჟიმის პატიმრებზე საუბარი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მათ ასე ვთქვათ მათ ნაცვლად ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ გარეთ იმისათვის რომ პირველი დავიბრუნოთ საქართველოს და მეორე დავიბრუნოთ უკანონოდ დატყვევებული და დაკავებული ადამიანები საბას შემთხვევაში საბა ნამდვილად გახდა დაკავების დროს ასე ვთქვათ ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე თან პირველი დაკავების დროს როცა მასზე მანქანაში განხორციელდა მუქარა და მეორე როდესაც უკვე სამმართველოში შეყვანის შემდგომ ჯერ მეხუთე სართულზე გაუსწორდნენ ფიზიკურად ნიღბიანები ანუ სამმართველოს შენობაზე გვაქვს ჩვენ საუბარი და შემდგომ უკვე ამავე დაწესებულების მერვე სართულზე მოხდა მასზე ფიზიკური ანგარიშწორება გარდა ამისა საბა შემთხვევაში რიგი დარღვევებია ასე ვთქვათ საქმეში და აბსოლუტურად უსაფუძვლო არის მისი დაკავება და რატომ? იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ალბათ 4 დეკემბრის ღამე, როდესაც გაერთიანებული კოალიციები გაერთიანებულ ფორმატში შეიკრიბნენ სასტუმრო მარიოტში და იქიდან გამოსულებს მათ გადაცმულმა ეგრეთ წოდებულმა ტიტუშკებმა მოუწყეს ჩასაფრება. სწორედ ამ ჩასაფრების დროს აგრესიული, ნიღბიანი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები და ეგ არის ბრუტალური კადრებია რომ პოლიციელი აღმოჩნდა ხო რომ ნიღაბი რომ მოხადე და ამ ნაკლებად გაითვალისწინა დედაკაცმა სწორედ ამ ანგარიშწორების დროს, როდესაც ადამიანები უბრალოდ თავს იცავდნენ და მათ შორის იყო საბაც, ვინც თავს იცავდა, ესე იგი დაზიანდა ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა, რომ იყო პოლიციის მაღალ ჩინოსანი. აქ მნიშვნელოვანი არის რა, პირველი რომ საბას და არც ერთს იქ მყოფს, არც კი შეიძლებოდა რომ ცოდნოდა, რომ იქ პოლიციელი იყო ადგილზე, რადგან ისინი იყვნენ ნიღბებში, ისინი იყვნენ აგრესიულები, ისინი იყვნენ სამოქალაქო ფორმაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ განმარტება არ მოუხდენიათ მათი ვინაობის შესახებ, ანუ არ უთქვამთ ამ ადამიანებისთვის, რომ ისინი იყვნენ მაგალითად პოლიციელები, ან ახორციელებდნენ რამე ოპერატიულ საქმიანობას, ხო? შესაბამისად, საბას დაკავება არის სრულიად უსაფუძვლო, ისევე როგორც რეჟიმის სხვა პატიმრების. რაც შეეხება მოსამართლეებს, მოსამართლე დღეს ქალიც და კაციც ერთნაირად არის დამონებული ამ სისტემას სამწუხარო და ენად იღებს ერთმანეთზე უარეს გადაწყვეტილებებს. სასამართლო არის გასანთავისუფლებელი და სასამართლოს რეფორმაზე დავით მათ შორის თქვენთან მქონდა შესაძლებლობა ეთერში რომ ესაუბრა რამდენიმე თვის წინ და ეს რეფორმა აუცილებლად ჩატარდება მას შემდგომ რაც ჯერ პირველ რიგში გადავარჩენთ ამ ქვეყანას და გადავარჩენთ ჩვენ სამშობლოს სასამართლოს შენობებში რაც ხდება მე პირადად ვესწრები როგორც ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევებს ასევე ვესწრები სისხლის სამართლის საქმეებს რეჟიმის პატიმრებთან დაკავშირებით ის რაც სასამართლოში ხდება სასამართლოს შენობაში ხდება არავითარ კავშირში არ არის მართლმსაჯულებასთან არავითარ კავშირში არ არის სამართალთან და არის აი წარმოუდგენელი უსამართლობა სამწუხაროდ მარიკა გულწრფელად გეკითხებით რა მე თავიდან ბოლომდე უყურე და თელამ სასამართლო პროცესს
უდასტურებდა ყველა კარგი ადვოკატები ყავდათ. მართა ის აი რო იტყვა კარჭიკა ჩანდა. მართა ქავსემდნენ, გოგოს დაეტაკნენ ის პოლიციელები. ნებისმიერი ადამიანი და გამოეკომაგებოდა ამ გოგოს ღირსებას. რატო აი ამ ვიღაცა ნატო ხუჯაძეს ტვინში რატო არ შევიდა რომ ეს ბიჭი მართალი იყო ან მე ადვოკატის შეპასუხებასაც უსმენდი ყველაფერი მაგრამ აი არ ვიცი შესულიყვნენ ეს ბიჭები პირდაპირ დისკუსიაში მოეთხოვათ დამატებითი კადრებზე არც უყურებო რო თქვა იმ კალმა აცილება გაგეკეთებინათ არ ვიცი ბევრი რამ მაინტერესებს საბას ამ შემთხვევაში ნამდვილად ყავს ძალიან კვალიფიციური კი მე მომეწონა კარგი დასაბუთება ჰქონდათ დიახ, აქ მნიშვნელოვანი არის რა, რომ საქმე მხოლოდ ხუჯაძეს სხვა რომელიმე გვარის მოსამართლეში ხომ არ არის. აქ გვაქვს ჩვენ ვთქვათ საქმე მთელ სისტემასთან, რომელიც ყავს დამორჩილებული ხელისუფლებას და გავლენიან ჯგუფს. კიდევაც სამწუხაროდ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ შეიძლება მოსამართლე, რომელიც თავისი რანგით, თავისი პოზიციით არის ჩემი გადასახედიდან უმაღლესი თანამდებობის პირი, იმიტომ რომ მას ხალხის სახელით გამოვა გადაწყვეტილება მართლმსაჯულება. დიახ, მას შეუძლია რომ ქვეყანაში განახორციელოს მართლმსაჯულება, მას შეუძლია რომ მიიღოს გადაწყვეტილება ის სამართლიანი კანონშესაბამისი და კონსტიტუციის შესაბამისი, მას შეუძლია აღკვეთოს პოლიციის მიერ ეს სამართლშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსამართლობის კასკადი, რომელიც ხდება, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ კი სასამართლო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ცრუ მოწმე პოლიციელებს არ მისცემს შესაძლებლობას რომ ასე ვთქვათ, მათი ჩვენება იქნას გამოყენებული. იმ შემთხვევაში თუ კი სასამართლო არ მისცემს შესაძლებლობას, რომ უსაფუძვლო საჩივრები და სამართალდარღვევის საქმეები დაუკმაყოფილოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ესეთი საქმეები უბრალოდ აღარ შევა სასამართლოში. თუ კი მოსამართლე თავისი გადაწყვეტილებით არ მისცემს შესაძლებლობას პროკურატურას, რომ შეთითხნოს საქმე და ცრუ ბრალის ფარგლებში დააპატიმროს ადამიანები და სასამართლო გაუშვებს მათ სასამართლოდან თუნდაც წინასწარი პატიმრობას არ გამოიყენებს, რა თქმა უნდა, პროკურატურას აღარ ექნება იმის რესურსი, რომ კიდევ ახალი საქმეები შეკეროს თეთრი ძაფით. შეთანხმებით. მე არ ვიცი, იცით, საშინლად არ მომეწონა ეს ქალბატონი, ეს მოსამართლე, ეს ვინმე ხუჯაძე. საერთოდ იცით ამისი ბიოგრაფია, ეს აშკარად, ნუ აი როგორ გითხრათ, რა დაავალებენ და რო უთხრათ, შენ შვილი უნდა ჩამოვახშოთ, კი ბატონო, იტყვის. ნუ არანორმალური სიტუაცია არის და რაღაცა, ნუ არ ვიცი, ახლა ზოგიერთ მოსამართლეს კორპუსების ვაჭრელებულია პლაკატები და ეს ხალიც აი ღმერთო მერიდება რო თქვა, მაგრამ ნებისმიერ ბრძანებაზე ხელს აწევს და გაწირავს ხალხს. მე გულწრფელად გეუბნებით ეს საბას ხიტარიძე არის მართლა ნუ ყოველ შემთხვევაში ჯელტმენურად მოიქცა, დაიცვა გოგო, რომელსაც დაეტაკნენ პოლიციელები. სავსებით თან მე აღმოჩნდა რომ ესენი პოლიციელები იყვნენ. აი ეს რატო არ შეისმინა ამ დედაკაცმა ვიღაცა ხუჯაძემ მე არ მესმის ისინი პოლიციელები აღმოჩნდნენ რომელიც თავდასხმა პროვოცირებას უწყობდნენ მაშინ ეს კადრები ძალიან კარგად მახსოვს როგორც კი გამოვიდა ხალხი ამ რაღაცა პარტიისა რა ქვია სხვადასხვა პარტიების ერთობლივი ხდომა იყო როგორც კი გამოვიდა პროვოცირება აწყობდათ მათ და ხერხლად ეს გოგო აიყვანეს ცემა დაუწყეს გამოეკომაგა საბა მეტი არაფერი არ მომხდარა და აი ეს კიდე კარგი რომ მოასარით და თქვენებმა რომ ნიღაბი ჩამოხსნეს ამ კაცებს და აღმოჩნდა მაიორი იყო თუ პატპალკოვნიკი იყო თუ ჯანდაბას ფათაშორის აღსანიშნავია რომ აი ის გოგონა რომელსაც ასე თქვა პოლიციამ ფიზიკურად შეეხო თეონა ჭალიძეს დღემდე შეტანილი აქვს საჩივარი რა თქმა უნდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური აკეთებს არაფერს იმიტომ რომ არც ერთი საქმე არ ყოფილა მათი მხრიდან გამოძიებული, არც ერთი სამართალდამცავი, რომელიც მის უფლებამოსილებას გადაამეტა, არ ყოფილა დაკავებული, არ ყოფილა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ჩამოცილებული და მათ შორის არის თეონა ჭალიძეც და არაერთი ადამიანი მარტო ჩვენი პარტიიდან 50-მდე ადამიანი არის დაზარალებული და 10 აქედან სასტიკად ნაცემი, სადაც პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო და ძალოვანი სტრუქტურები საერთოდ არაფერს არ აკეთებენ და არ იძიებენ ისევე როგორც 500-ზე მეტი ნაწამები მოქალაქე ყავს ჩვენ ვიცი რეპრესირებული პარტია ხართ არ დამავიწყდება რაღაცა რას თქვენი გაგიკეთეს
თუნდაც ეს ახლა ნიკა გვარამია რომ მოიტაცა იმ პოლიციელებმა, ნუ კრიმინალები იყვნენ, აი პირწავარდელი კრიმინალები ის პოლიციელები და აი ახლა პირველ ბლოკში მყავდა გურამი. როგავა. როგორ რაღაცა იცით, მე ვფიქრობ რომ მიზანს მიღწეულია, ნუ როგავას დაზრალებულად ცნეს. საბა უდანაშაულოა და მე როგავას უთხარი გული მიგზნობს, რომ თებერვალში გაიქცევა ბიზინა და ჩამოიშლება ყველაფერი. იმ კაცის გვარი ხო იცით იმ აღალჩინოსანი პოლიციელის. ის იქნება მთავარი დამნაშავე და მასზე უნდა ის აქცენტი გადავიტანოთ, რომ ეს 5 თუ 10 კაცი იყო, ვინც დარბევას აპირებდა. ისინი ყველანი სასამართლოს გადაეცემა და ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, წლების სიაში მოყვებიან ყველანი. აი მაშინ, სწორედ მაშინ, მე თუ მკითხავთ ეს საბას ხიტარიძე, მთავარ მოწმედ უნდა იყოს იქა და იქნება, აი მართა მჯერა, რომ სულ მალე მოხდება, ყველას გაასამართლებენ, არც ერთს არ დატოვებენ, საშილად იქცევიან. აი ეს ხო პროვოკაცია იყო, დისკრედიტაცია უნდათ, რომ ქალაქის ცენტრში ოპოზიციონერების შეკრება როგორ ავიტანოთ და ეს ბიზნეს დონეზე იყო მოწყობილი ეს ინტრიგა და მამაზაღლობა და თუ მე მენდობით იგივეს მოყვება შინაგანსაკუთრებათა და მინისტრო ბიზინა მიბრძანაო ყველას დაიჭერე ყველას აი მართლმსაჯულება ნამდვილი მართლმსაჯულება მერე მოხდება და ეს ხუჯაზეები და ეს ვიღაცა აი საშინელი ქალი იყო ეს ბათუმში სასამართლოში არ ვიცი 30 წლისაც არ იქნებოდა აი მაგალითად მზიას ამაღლობელს ვინც შეუფარდა ერთ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მას საერთოდ სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ გააჩნია იმ ინფორმაციის შესაბამისად რომელიც დევს მათივე ანუ ბათუმის სასამართლოს ვებგვერდზე ისევე როგორც იურიდიული განათლების დამადასტურებელი რაიმე ინფორმაციაც არ მოიძიება როგორ შეიძლება პირველ რიგში ასეთი რამ, ანუ ასეთი საქმეების განხილვა არა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ და მოსამართლის მიერ და მეორე როგორ შეიძლებოდა თუნდაც მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება, როდესაც იქ წინასწარი პატიმრობის არანაირი საფუძვლები არ არსებობდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ხელისუფლებას, უბრალოდ ქართული ოცნების ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ლეგიტიმური ხელისუფლება არ აყვავს, აქედან მოუწოდო გონს მოეგონ, ადამიანი მე-17 დღეაში მშილობს, ადამიანის სიცოცხლე დგას ამ შემთხვევაში საფრთხეში, არანაირი საფუძველი არ არსებობს მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს და შეცვალონ აღკვეთი ღონისძიება, გაანთავისუფლონ მზია ამაღლობელი. ჩემი სოლიდარობაც მინდა დავაფიქსირო და მხარდაჭერა მზიას მიმართ და რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. აღართ მაგის მიმართ მოხდება ეს დარწმუნებული ვარ. გიორგი ახობაძის ისტორია ხო, რომელსაც პატიმრობის პირობებში დედა გარდაეცვალა ის დედა რომელიც ისა ქალბატონო მარი დამიჯერა დაიძებიან ყველანი შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ ის არის მე ხა იმეც ვიტყვი რომ საბას ხიტარიძე უყურებს ალბათ ჩვენ გადაცემას ნუ ყოველ შემთხვევაში ადრე თუ გიან ნახავს და მინდა ბატონ საბას ვურჩიო რომ წაიკითხოს ჩეგევარას ისტორია ძალიან საინტერესო ბიჭი იყო ისიც მემარცხენე იყო მე მგონი თქვენს მემარცხენეები ხარ და ყველა საინტერესო რა არის იცით ეს შავრაზველები აყევდნენ ჩეგევარამაო დახრიტაო 50 კაციო დახრიტა არ გაუკეთებია რომელი ეს ჟანდარმებიც ხიშტებზე წამოაგებდნენ აი ამ იმებს რა ქვია პროტესტანტებს და სტუდენტებს დაერივნენ ძირითადში სულ ყველა შეისწავლეს 6 თუ 8 თემი დიოდა გამოძიება აი ვინც იყვნენ ჯალათები აი ეს 50 კაცი დაიხრიტა ეს ცნობილი ფაქტია მე ხლა საბას ხიტალაძეს მინდა მივმართო გპირდებით საბა ბატონო იქნება მართლმსაჯულება აი ამ გამხდარი რო არის ეს ნატო ხუჯაზე საოცრად გამხდარი რო არის უზნეო ქალი არის უღირსებო ქალი არის საქართველოს სახელით დაქტოვათ იქა ვინ შეარჩენს ამას ვინ შეარჩენს ისოს დაპატიმრებას სადღაც 18-20 მოსამართლეა და ამიჯერეთ რა უმაღლესი საჟელებით ჩაჯდებიან ციხეში მოხდება ეს არ შეიძლება რომ არ მოხდეს და
სოლიდარობას უცხადებ ბატონ საბას, მე ვთვლი რომ პარტიული ესე ვთქვათ საქმიანობისთვის შეწირული არის ეს ბიჭი და მე ვფიქრობ რომ ბევრი და ბევრი აი მართლა გამოცდილი ადამიანი იქნება ვინც შეეჯახა ძალადობა უნდა დავამთავროთ საქართველოში და იმეც ვიტოვებ რომ ბატონი საბას ზუსტად ამ პოლიტიკის გამტარებელი იქნება თქვენი პარტიიდან. უნდა აიგზალოს. პერჩისკი დღეს დაშოპილი წერდა ეს რა საშინელებაა შოკის მომგვრელი რაღაცები ხდება საქართველოში. მართლა შოკის მომგვრელად იქცევიან და არ უნდა შევარჩინოთ. გავასამართლებს უყველას კპირდებით საბაბატონო თქვენ და ქალბატონო მარიკა თქვენს გეუბნებით მართლა პარტიული ცხოვრებისთვის შეუფერებელია იცით სასამართლოებზე საათობით და დღეობით დგომა და ისწავლით თქვენს უფლებების დაცვას და არც ერთი მოსამართლე აწი საქართველოს სახელით ბოროტებას არ ჩაიდენს და ვინც იდენს ბოროტებას უყველას მიეშება. მარიკა დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხართ. ქალბატონი მარიკა არევაძე გახდათ კოალიცია ცვლილებებისათვის წარმომადგენელი და მე ვხვდები რამხელა შრომას ეწევით რამდენი ადამიანი ყავთ მართლა რეპრესირებული და რამდენი ნაცემი და თითქმის უყველამ გამოვიარეთ ყველა პროფესიის ხალხმა და დამიჯერეს სულ მალე შეიცვლება ყველაფერი. მახარებს რომ ჩემი სტუმარი ბრძანდებით დიდი მადლობა რომ გვესწრებთ. მადლობა მოწვევისთვის და მართლა ყველაზე ისეთი რეპრესირებული პარტია თქვენ ახართ. ჯერ ნიკა მელიასთან მოყოლებული მე ნიკა გვარამიას აგერ საბაზე რამდენი ადამიანია თქვენები დაპატიმრებული ვიცი ყველაფერი და გაუძლოთ უნდა გაუძლოთ. მადლობა ხალხო და გეანონსებს რომ 1 საათის შემდგომ 10:09-ზე აგზელებს სტუდიას პეკი და ქალბატონი გალდავალანა გვეყოლება და 10 საათისთვის პატა ზაქარეიშვილი. დაგველოდეთ 10:09-ზე გიბრუნდებით.